მოგესალმებით ძირფესო მაყურებლებო, ნახევარი მაკიაჟით, იმიტომ რომ ახლა გამახსენდა რომ მინდოდა ამ ვლოგის გადაღება. ვარ ბერლინში. დღეს არის 5 ივნისი და ჩემი საუკეთესო მეგობარი მარიამო ჩამოდის ჩემთან სტუმრად ჩეხეთიდან, რომელიც ასევე გაცვლილი პროგრამით არის ჩეხეთში. ეხლა მივდივარ ჰაუპტბანჰოფზე, რომ წამოვიყვანო მარიამო ჩემთან და მოკლედ გვიყურეთ, საიდან მომაფიქრა ვიდეოს გადაღება და დადება. მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ უფრო ინსტაგრამზე და ტიკტოკზე ვარ ხოლმე აქტიური და დამცინიან ჩემს ინფლუენსერობაზე, ვაიმე. მაგრამ იცით რა, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ვერთობი და სიამოვნებას ვიღებ ვლოგების გადაღებით. ეგეც რო არ იყოს ძალიან კაი საშუალება, რომ გაიხსენო მერე შენი ცხოვრება, როგორ ცხოვრობდი და ასე შემდეგ და თან კიდე რავი, ეხლა ეს რაღაცა ინფლუენსერობის პონჩი არ ვაკეთებ. თუმცა არც ეგ არ არის რაღაცა დასაძრახი, იმიტომ რომ ჩემი აზრით, აი ძალიან ბევრს უნდა ეგეთი ვლოგების გადაღება და დადება, მაგრამ ან იმის შიშით რომ აი გაიშჩიან და ეხარა ვლოგს ხوار გადავიღებო, არ იღებენ, ან თუ იღებენ, რა ვიცი, close-ებში დებენ ხოლმე ან სპამებში და ასე შემდეგ. განამიან შემიძლია მაგის გაკეთება, მაგრამ შეგიძლიათ განსაჯოთ, იმიტომ რომ რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები რომ განსჯით მაინც ყველა ვარიანტი ყველაფერზე გამგვსჯის ყველა. ჩვენი პირველი შთაბეჭდილება ადამიანებს ყოველთვის მაინც არის შეფასებითი. ან ვაფასებთ ყველაფერს. ძალაუნებურად გვინდა თუ არ გვინდა. ცოტა კონტექსტისთვის, ვაიმე, სახსრებით მიტკაცუნებს, მე მგონი დავბერდი. კონტექსტისთვის background-ს გეტყვით, რა ხდება, სად ვარ, რატო ვარ, რას ვაკეთებ. მოკლედ ამჟამად ცხოვრობ და ვსწავლობ გერმანიაში, ბერლინში, ვსწავლობ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც იყო ჩემი მართლა ტოპ 1 და პირველი საოცრებო უნივერსიტეტი ალბათ მე-11 კლასიდან. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ადვილი მართლა არ არის. არც გერმანულად სწავლა-განათლების მიღება არა ადვილი, იმიტომ რომ რაც არ უნდა წერტის დიპლომები გქონდეს. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ სრულყოფილი არასოდეს არ ვარ რაღაცაში. არ ვიცი ეს რამდენად კაია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში мотиваციას მაძლევს, რომ უფრო განვითარდე. იმიტომ რომ ვთვლი, რომ არ არსებობს საკითხი, რომელშიც 100 ან 100%-ით გარკვეული შეიძლება იყო, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაცა ნიუანსები, რაღაცა დეტალები, ახალი გამოცდილებები, რომლებიც შეიძლება შეიძინო და ამიტომაც ვცდილობ, რომ არასოდეს არ დავკმაყოფილდე იმით, რაც მაქვს და ვეძიო უფრო მეტი და მეტი. ჩემი პირადობა როა მაკიაჟი დავასრულე, ახლა წავალ ჩავიცვა და წამოვიყვან მარიამოს თავარი სადგურიდან. Bye! Waldfriedhof. მარიამოს მოიცეს ხას არა, ხო, მე ვარ პლატფორმაზე და 20 წუთით აქ ვიანდaba ამატარებელს, მაგრამ არის შეაკითხება. ამოვიდნენ და არ ჩანს არ სადარეთ ქონდა, ყველა უნდა გამოატაროს და სათნო ადამიანივით მოიქცეს. ავიდა, ქალბატონი. ეს რა ფასადია? ახალი. ვაუ, შიდა. და სურეკავს. და ჩამოვიდა. YouTube-ისთვის ვაკეთებ vlogs. Are you happy to be in Berlin? Oui. Oui. Are you TikTok-ის? Are you happy to be in Paris? Oui. Really guy, აბა გაი. თითებითვის ვარ. დიახ, გაი. We listen and we don't we listen and we judge. Okay. I don't judge you, not my style. ეს მე გავთხევად ვიყიდე. მადლობა ინფორმაციას. ჰიტლერის ბიოგრაფიის კლასიდან მივდივართ ექსკურსიაზე და მიყვავს ეს თქმა უნდა მარიამოც. ჩემი პროფესორი. I mean, my sense is that one of the reasons why this memorial is so shocking is because
Richtung Divador. მე ვაკეთებ YouTube-ის ვიდეოს, ცი? იდეა. ინი მოხდა. შინგე. ჩამოვიდა. ჩემი ძმისშვილისთვის გამოწერილი. ასეც ვადა. Магазинери шукани რო იქნება და რო იაიმოვი. იგი შუგანი და ორი წელი პიჟამა გამოუწარევა. საცალოდ გამოუწარე ჯერ მაინტერესებდა რამდენად მალე მოაქვს და რამდენად სწორად, იმიტომ რომ რაც აქვარ ჯერ არ გამომიწერია არაფერი. ვაიმე, ეს ცოტა დიდი ხო არის, მაგრამ არა სუკანი იქნება რო ჩავალ, კარგად ექნება. შემოდგომაზეც გამოადგება, კარგი ნერნემაში გამოგიწერ რაღაცებს, კიდევ, რადგანაც კარგად მოვიდა. ამ წერილს ჯერ არ ჩავსვამ, იმიტომ რომ ეს არის სიურპრიზი. რაც იგეგმება, მაგრამ უკვე დაგეგმილია პრინციპში, მაგრამ ცოტა ხანში გაიგებთ. ნათია თბილისიდან გვიყვარხარ მათი. ტიპში ვარღარ. კაცნით, კაი აბა. მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი რომ მოგიყვეთ გუშინ საღამოს ვიყავით ჩემს იტალიელ მეგობრებთან დახშავზე. დიახ, YouTube-ზე. მოგვიმზადეს პასტა კაჩიო პეპე. ცოტა დავლიეთ, ვიმხიარულეთ. მე დღეს ვიყავით ჩემს სემინარებზე უნივერსიტეტში. მე ჩემ ლექტორმა წაგვიყვანა ექსკურსიაზე, მე ვიყავით ალექსანდრ პლაცზე, მე ვიყავით მარიენ კიოშაში, ნიკოლაი კიოშაში, ცოტა ვიარეთ აქეთ-იქით და ახლა მოვედით სახლში და მომეც ტელეფონი. და მე და მარიამო ვუპასუხებთ ვინმე რო შემოგთავაზოს რაღაც ყუთი რომელშიც ყველაფერი ისიდება, რაც კი ოდესმე დაგიკარგავს, აი პირველს რას მოძებნიდი მაგ ყუთში. მე ნაკლებად ფილოსოფიურ პასუხს გავცემ და ვიტყოდი რომ ჩემს ბავშვობაში ქონდა რაღაცა ყელსაბამი გულის ფორმის ვარდისფერი ყელსაბამი, რომელიც საჩუქა თავის მედაქალმა ციკო ძალიან მიყვარს, მაგრამ რა ვქნა მოვპარე ეს ჩემდაც და მე დავკარგე რა და ჩემიდაც წაგებულში დარჩა და მეც და აი უეჭვენი მაგ ყელსაბამს მოვძებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აი დღემდე მახსოვს რომ ძალიან ლამაზი იყო. და სხვა შორის რომ რაღაც მულტფილმის გმირებს ქონდათ მასეთი და წარმომედგინა რომ მე და ჩემი და მაგ მულტფილმის გმირები ვიყავით და ეგ ყელსაბამი ქონდა. მეგობრობაში ყველაზე მეტად რას აფასებ? გულს ფავors. და რაც არ უნდა მოხდეს, რომ ვიცი რომ არაფერს არ იზავს და ყოველთვის ჩემს გვერდზე იქნება. არაფერს არ იზავს რას? ანუ ზოგს არ მაქცევს და ჩემს გვერდზე იქნება. ეს ძალიან სპეციფიკი იყო. ოკეი. მე გამიკეთებია ეგეთი რაღაც. კი. ზურგი მიქცევ. არ მაქცევს მეთქი, მაგას ვაფასებ შევერა. მეთქი ზურგი გაქცია. ყველაზე მეტად ვაფასებ ერთგულებას, არა მართლა ერთგულებას ვაფასებ ყველაზე მეტად და გულწრფელობას რა თქმა უნდა, მაგრამ ერთგულებაში გაგინებს, მაგრამ ვიცი რომ იმიტომ გაგინა რომ გულწრფელია. Sounds specific. იმსახურებს ხოლმე და რა ვქნა, რასაც ვფიქრობ, იმას ხავ. მეც ერთგულებაში მაგას გვესხმობ, რომ ერთგული მეგობარი როცა არის, შენი ერთგულად მოყვება ცხოვრების გზაზე და პატიოსნად იქცა რომ პატიოს. მარიამო ერთხელ ადგა სოციოლოგიის სემინარზე და იცახის იმისათვის რომ ვიყოთ კარგი მკვლევრები, არ უნდა დავკარგოთ პატიოსნებს. კაი, ძილის წინ რაზე ფიქრობ ხოლმე? პირადული. რა ხდებოდა იმ დღეს?
რა მოხდა 3 წლის წინ თავი რო ავარდყიან იმ ადამიანს ის რატო მოთხარიან აი იქ ის რატო გავაკეთე შენ მე რაზე ვფიქრობდი ძილის წინ რო ახლა ამან ხრენა რო დაიწყოს თქო აი არ მხრინა კაი რა არის ერთი რაღაცა რისიც წამს ძალიან დიდი ხანია და არა ვფიქრობ რომ არასოდეს არ შეგეცვლება ეგრეთ წმენა ძალიან ისეთი ფორმულირება გავაკეთე როგორც არ ნიშნავს მეც უნდა გავაკეთო რაღაცა რაც მინდა და როგორც არ ვიცოდე რომ რამეს დამიშავებს ან არ გამომივა სირწმენა მქონდა ყოველთვის და მექნება იმის რწმენა მაქვს რომ რაც არ უნდა მოხდეს რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს ჩემ და-ძმასთან მივალ და უეჭველი მომიგვარებენ აი მაგის რწმენა მაქვს დაბადებიდან და ალბათ სანამ მოვკვდები მაგის რწმენა მექნება იმედია აი ეგეთ შეგრძნება მაქვს რომ აი რავი აი მართლა უხსენებელი ცოდვა რომ ჩავიდინო და აი მიჭერდნე და რაღაცა ჩემ და-ძმასთან მივალ და მომიგვარებენ მოეჭველი აი ეგეთი რწმენა მაქვს არ ვიცი რატო ჩვენი ქალბატონს კედელი და ასე თქვა რომ უფრო დიდი წარმომედგინაო მაგრამ ისახა მოგეწონა ანუ მეგონა რომ უფრო ნაკლებად მომეწონებოდა და უფრო დიდი იქნებოდა უფრო მეტად მომეწონა და უფრო პატარა ბოლოს მაკეში მინდეს რა თქმა უნდა საქართველოში ვარ, ჩეხეთში ვარ, გერმანიაში ვარ საქართველოში ვანცვალდით ტურისტებს კი ჩვენ ტურისტები არ ვართ შენ ტურისტი ხარ მე ლოკალი ვარ